სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.gr. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ. ჰაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. მონაწილეობენ კარიბა ჰეინი, ფიბი ტონგენი, ინდიანა ევანსი, ანგუს მაკლარენი და ლუკ მიჩელი. ლუის, დიახ, ნიშნავანი ახალი ამბავი მაქვს. ეს წერილია ამერიკიდან. შენის დაიმსახურე, გილოცავ. მადლობა. გამარჯობა, კლეო სახლშია. რა მნიშვნელობა აქვს? გამარჯობა, კლეო. გამარჯობა. უნდა ვისაუბროთ. ჰა. რა ხდება? რაღაც აღელვებული ხარ. მშვენიერია, აქ ხართ. თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს. სემ უთხარი. არა, შენ უთხარი. არა, შენ. კარგი. ჩვენ დაქორწინება გადავწყვიტეთ. ეს ნათელი იყო. არა, საქმე ამაში არ არის. ჩვენ ზეგ ვქორწინდებით. მაგარია. ჰა, მაგარია. რა დაიმართა? მე დაველაპარაკები. ყველაფერი კარგად იქნება. რა თქვა გუშინ კიმმა? ჯერ კიდევ ფიქრობს. ყველას მოგესალმებით. შემოდი ძვირფასო. კლეო, ტოსტები კიდევ გააკეთე სემისთვის. არ გინდათ ქორწილი ცოტა გადადოთ. როგორც საჭიროა, ისე რომ მოემზადოთ. ბედნიერი ვიქნები ამ დღეს მაშინაც კი თუ ფეხში შველი ვიდგები პლიაჟზე. თავარია ვის მივყვები და არა სად არის ქორწილი. რატომ უნდა მოვიცადოთ? სრულიად საკმარისია რამოდენიმე მეგობარი და ოჯახის წევრები არა. შვიდად მოვაწერთ ხელს და მორჩა. არა, ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ცოტა დროა. ნუ ღელავთ. ყველაფერი მე მომანდეთ. არ გინდა კლეო. არა, დაჟინებით მოვითხოვ. გაიგონე? კლეოს უნდა რომ დაგვეხმაროს ქორწილში. თან სიხარულით. მე კი დაკავებული ვარ. პატარძლის ხელის მომკიდეები იქნებით. მშვენიერი აზრია. ჩასაცმელი უნდა ვუყიდოთ. ეს ნამდვილი საჩუქარი იქნება. კიმიც რომ ჩავთო თამაში მოეწონება იდეა. არა. იმდენი საქმე მაქვს. იქნებ თქვენ დამეხმაროთ. რა თქმა უნდა, ეჭვი არ შეგეპაროს. ბევრ რესტორანში დავრეკე და ყველა დაკავებულია. ქორწილების სეზონია. იქნებ თქვენი კაფე გამოვიყენოთ. რას ფიქრობ? შენობაში უნდა ისხდეთ? შეგვიძლია სტუმრებს შიგნით შევხვდეთ და შემდეგ გარეთ მოვაწყოთ წვეულება. ზეინს არც ვკითხოთ, ისე გააკეთებს როგორც მე მინდა. მადლობა. რიკი, კლეო არ გინახავს? სადღაც აქ არის. სამზადისითაა დაკავებული. მე კი ჩემი სამზადისი მაქვს. ეს ქორწილზე მნიშვნელოვანია. წარმოგიდგენია, ამერიკიდან მივიღე წერილი, ზღვის ბიოლოგიის ინსტიტუტიდან. მაგარია. და ეს რა არის? რიკი, ეს ერთ-ერთი საუკეთესო სამეცნიერო ცენტრია მსოფლიოში. და შენი კვლევები უნდა აწარმოო? მიხარია შენ გამო. არა, რიკი. ისინი სტიპენდიას გადამიხდიან. მასწავლებელმა იქ ანკეტის გაგზავნა მირჩია. გავაგზავნე და ამიყვანეს. გესმის? სიხარულით უნდა ხტუნავდე. ახლავე მელოდებიან. ახლავე? შენ ხომ ხო, საქმეც ამაშია. უკვე ორ შაბათს უნდა გავფრინდე. კლეოს უკვე უთხარი? არა. როგორ ვუთხრა? არ უთხრა. მაგრამ არა, ის ზედმეტად დაკავებულია ქორწილისთვის მზადებაში. გაიგებს და ხელებს ჩამოუშვებს. მაგრამ ეს არა, ლუის, ქორწილს გააფუჭებ. ნუ მოძრაობ. ახლავე,
თავადაც ვიცი ვარცხნილობის გაკეთება. კლეოსავით უნდა გამოიყურებოდე. გამარჯობა, როგორ მედის საქმეები? საოცრად გამოიყურება. არა, ლუის? რატომ მოხვედი? მე დავპატეჟე. ლუის, გადავწყვეტე რომ სიძის მეჯვარეთ შენზე უკეთ არავინ გამომადგებოდა. წინააღმდეგი ხომ არ ხარ? გინდათ რომ თქვენი მოწმე გავხდე? შენ ხომ ოჯახის წევრივით ხარ? ხო, რა თქმა უნდა. საოცრად გამოიყურები, ზუსტად. ლუისი მეჯვარეა. მართლა? რა საინტერესოა? აი როგორ არის მამა შენ და მე განწყობილი. ჰეი, რა გჭირს? ცოტად რო გვაქვს. თმის გელი გაგვითავდა, კიდევ გაქვს? ალბათ სააბაზანოშია. მე არ ვიყენებ გელს. ტყუილად. რა ჩაიფიქრე? არ შემიძლია მისი მოტყუება. შენ არ იტყუები, უბრალოდ სიმართლეს მალავ. მართალია, ხანდახან რაღაცაზე გაჩუმებაა საჭირო. რა? ბელას ყველაფერი მოუყევი? მეგობარს ხომ არ მოვატყუებდი? სწორედ ამას ვამბობ მეც. არა, შენ ვერ ხვდები. ხვალ მიდიხარ, მაგრამ თუ ამას კლეოს ეტყვი, ყველაფერი ჩაიშლება. გელი ვერ ვიპოვე, სამაგიროთ ლაკი მოვიტანე. ლუისი მიდის. ეს სასაცილო არ არის. კითხე. კიმ, კვლავ ქორწილის ჩაშლას ცდილობ? ლეო, ეს ხომ სიმართლე არ არის, არა? სიმართლეა. და რამდენი ხანია ეს ანკეტა გაგზავნილი გაქვს? ნახევარი წლის წინ გავაგზავნე. იმედიც არ მქონდა ისინი 6 არჩევენ 600-დან. არც კი მიფიქრია რომ პასუხი ამ სემესტრში მოვიდოდა. მაგრამ ის მოვიდა. და ასე მიდიხარ? არა, სწორედ ამის განხილვა მინდოდა. ჩასვლა უნდა დავადასტურა, მაგრამ თვითმფრინავი ხვალ დილით მიფრინავს. როგორ შეგეძლო ასე მომქცეოდი? მე დარწმუნებული ვიყავი რომ მენდობოდი. ამის მოყოლას ვაპირებდი, მაგრამ რიკიმ გადაწყვეტა რომ მან რიკი მიცოდა? და ბელამაც? ბელას რიკი მოამბო. მას საიდუმლოების შენახვა არ შეუძლია. სამაგიროთ მე ყველამ დამიმალა. კარგი, გავიგე. ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო? ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით. ცხოვრება რთულია. მაგრამ ყოველთვის საუკეთესო იმედი გაქვს. თქვენ და მამა ჩემს ხომ ერთად ყოფნა გინდათ? რა თქმა უნდა. ეს ძალიან მტკივნეულია. არ მინდა რომ წავიდეს. ხვდები. მაგრამ ხანდახან გარკვეული დროით მარტო დარჩენა აუცილებელია, რათა საკუთარი თავი გაიცნო. ეს ხომ სამუდამო არ არის. განშორების შემდეგ გრძნობა შეიძლება უფრო გაძლიერდეს კიდეც. ყველაფერზე უნდა დაფიქრდე. წავალ, მამა შენს მოვძებნი. ყველაფერს გაიგებს და ქორწილს გადავდებთ. არა, მხოლოდ ეს არა. ეს დღე ყველასთვის ბედნიერი უნდა იყოს. ჩემზე ნოიღებთ. ასეთ დღესასწაულს არ გავაფუჭებ, მაგრამ ეს ხომ მოსამართლოა. არა. ქორწილი შედგება. კიდევ იმდენი საქმეა. საერთოდ არ გაქვს დრო. ვიცი, და ძალიან წუხარ. არ მეგონა თუ ეს ასე მალე მოხდებოდა. მესმის, მაგრამ ეს საოცარი შანსია. თulit რომ უნდა წავიდე. ეჭვგარეშეა. ეჭვგარეშე?
ხო, მართალი ხართ. მე და კლეო 5 წლის ასაკიდან მეგობრობთ. ამასაც გავუძლებთ, არა? დიახ. ლუის, შენზე უკეთეს კლეოს პირველ შეყვარებულზე ვერ ვიოცნებებდი. პირველ? დრო გარბის. და ცვლილებები მოაქვს და მიჯერე. გინდა მითხრათ, რომ ყველაფერი დამთავრდება? მარტო 3 წლით მივდივარ. თქვენს ასაკში ჩათვალე 30-ით. მისტერ, ეს ყველაფერი ერთად ვერ გექნება. არჩევანის გაკეთება მოგიწევს. ახლა კი, მეჯვარებ. ეს აიღე. იცოდე გაუფრთხილდი. მუსიკაზე დამეხმარები? რა თქმა უნდა. კლეო წინააღმდეგი არ იქნება. შენ ხომ ახლა გუნდის ნაწილი ხარ? ხო, უნდა გამოვიცვალო. აუცილებელი არ არის, მაგრამ შემიძლია ჩემი კაბა გათხოვო. ყველას მოგესალმებით. ბელა მუსიკაზე რა ხდება? ყველაფერი მზად არის. დასრულების წიგნი? ადგილზეა. კლეო, უნდა ვისაუბროთ. ახლა არა. აბა მეგობრებო, დროა ქორწილი დავიწყოთ. გაღიმება არ დაგავიწყდეს, ლუის. ეს ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა დავაქორწინოთ სემი და დონი. დონ და სემ. ერთმანეთს ფიცი უნდა მისცეთ, სიყვარულის, ერთგულებისა და პატივისცემის. დღეიდან თქვენ ერთმანეთზე უნდა იფიქროთ და არა საკუთარ თავზე. დონ და სემ, ბეჭდები გაცვალეთ თქვენი ქორწინების ნიშნად. ბეჭდები არ არის. რა, მაგრამ ისინი აქ იყო გეფიცებით. მაშინსაც წავიდა. ხომ არ მოვიპარავდი? თუ ამ დღის გაბუჭება გინდა მგონი გამოგდის. კლეო, სიმართლეს ვამბობ. სიმართლის თქმა შეგიძლია? ხო, წარმოიდგინე, სწორედ ამიტომ დგავარ აქ. არა, აქ არ უნდა იყო. ასე რომ წადი, სადაც გინდოდა. მე არ მივდივარ. ინსტიტუტში დავრეკე და ვუთხარი, რომ ასე მარტივად არ შემიძლია ცხოვრების შეცვლა. ვერ დაგშორდები. მიყვარხარ. არ ვიცი, ეს სწორია თუ არა. რადგან ყველაფერი მოგვარდა, ცერემონია ბეჭდების გარეშე განვაგრძელთ. მაშასე, კიდევ ერთხელ ვცადოთ. თანახმა ხართ თუ არა დონალდ სერტორი ცოლად მოიყვანოთ სამანტა რობერტსი. კლეო. აკაურობა სულ დასრულდა.
და ეს ვინ ჩაიდინა? კიმმა. მამა ძალიან მწუხვარ. შენი ბრალი არ არის. შენი ნაწვალები მეწოდება. ეს პრობლემა არ არის. სემი სად არის? სახლში წავიდა, რომ გამოიცვალოს. თითქოს დაწყევლილი ვარ ქალებთან ურთიერთობაში. ჯერ დედა თქვენმა მიმატობა, ახლა სემმა. მამა, სემს არ მეუტოვები ხარ. ალბათ ასეთი ქალის ღირსი არ ვარ. სისულელეა. როგორ არის? არც ისე კარგად. ყველაფერს თავის თავს აბრალებს. სიგიჟეა, მისი ბრალი ხომ არ არის? ვიცი. ცერემონია უნდა დავამთავროთ. დღეს? კლეო. უკვე 5 საათია. მე შენთან ვარ. მისმინე, ხვდები ეს ადვილი არ არის, მაგრამ იდეა მაქვს. ბეჭდები მომეცი. გადმოგირეკავ. რას გულისხმობ? ეს შენ ჩაშალე ქორწილი. ბეჭდები მომეცი და მამას და სემს ბოდიში მოუხადე. სწრაფად. მაიცულე. მაპატიეთ. რა? ეს ყველაფერი. ეს შენი ბრალი არ არის. ჰა, არის. ბეჭდებიც, სარწყავიც. ყველაფერი ჩემი ბრალია. რატომ? კიდევ ერთი დედა. ეს ცოტა უცნაურია და არ ვიცოდი რა გამიკეთებინა. ასე ძალიან შეგაშინე. ხვდები, ეს სულელურია, მაგრამ ყველაფერი რომ გამოვასწორო გთხოვთ, ჩემთან ერთად წამოხვიდეთ. Dreams that we've been thinking, and the truth in your eyes show true love that never dies. And on this day, lover, my best friend, all I can give you, my heart is true. All we are feeling, all that we needed, hold me forever, soon we'll be one, carry us home. It's perfect. ეს მშვენიერია. გრძელი დღე იყო და ბევრი რამ გამოვიარეთ. მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ. როგორც იქნა მოვისმინეთ, როგორ წარმოთქვამენ სიყვარულის, ერთგულებისა და პატივისცემის ფიცს, დონი და სემი. თანახმა ხართ თუ არა ცოლად მოიყვანოთ სამანტა რობერტსი? დიახ. სად არის? გმადლობ. ცოლ-ქმრად გაცხადებთ. უნდა გითხრა, რომ დღეს იყო ჩაღე. მადლობა. მართლა. ესე იგი არსად მიდიხარ? ჩემ გამო? კი, და მორჩა ამაზე საუბარი. მაგრამ ეს უსამართლობაა. შენს ოცნებას უნდა გაყვე. რას გულისხმობ? გზაზე არ უნდა გადაგეღობო. მიუხედავად იმისა, რომ შენი დაკარგვა მომიწევს. ლეო, უნდა წახვიდე. იქ იმით იქნები დაკავებული, რასაც აქ ვერ შეძლებ. ვიცი კლეო, მაგრამ ეს ისე სწრაფად მოხდა. თან სამუდამოდ.
ვინ თქვა რომ სამუდამოდ? სტუმრად ჩამოვალ. ამერიკაში. მე ხომ ცურვა ვიცი, ქალთევზა ვარ. ყველაფერი ადვილია. წყნარი ოკეანე ძალიან დიდია. ჰავაიზე შევისვენებ. ეს ხომ დასასრული არ არის. კლეო, შორმანძილზე ურთიერთობა ვერ ძლებს. ადრე თუ გვიან ის სრულდება, არ მინდა რომ ყველაფერი გაქრეს. გესმის? მაგრამ ერთმანეთს ხომ ნახავთ? ალბათ, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად იქნება და რაც არ უნდა ვთქვათ, ახალი ცხოვრება სრულიად შეიცვლება. ლუის, ვიცი რომ ყოველთვის ჩემ გვერდით იქნები და ნებისმიერ რთულ სიტუაციაში შენი იმედი მექნება. უნდა წახვიდე, უნდა ისწავლო და მე შენ გიშვებ. ეს დასასრული არ არის. კარგი? უკვე მეთქვამს რომ საოცრება ხარ. ხო, რამდენჯერ მეახსენე. ძალიან მომენატრები. მიყვარხარ. Good luck. Thanks. კარგად ხარ? ის წავიდა. სამაგიეროდ ოკეანე ყოველთვის აქ იქნება. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები გიორგი წერეთელი და მარიამ გიორგობიანი. ხმის რეჟისორი ლერი შეწირულე. გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ.